მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არხს ვინც უყურებს, იმის 92%-ს არ აქვს გამოწერილი ჩვენი არხი. სწორედ ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ჩახვიდეთ, დააჭიროთ subscribe-ის ღილაკს, რადგან ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. ახლა ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ პოდკასტი. მაგრამ აი აინშტაინის განტოლება სასახად იძლეოდა ისეთ ამონახს, რომელიც წინასწარმეტყველებდა სამყაროს გაფართოებას. მაგ გაფართოების სიჩქარე უბრალოდ ამოიწუროს, აღარ ქონდეს ენერგია, რომ კიდე გაფართოებს და გაჩერდეს რაღაც ეტაპზე ყველაფერი. დიახ, თეორიული შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არის. თუ სამყარო ფართოვდება და ემორჩილება აი ამ გარკვეულ გაფართოების კანონს, მე შემიძლია ვილაპარაკო დროში ევოლუციაზე და ნახო მაგალითად მილიონი წლის უკან, მილიარდი წლის წინ ჩემს სამყაროს როგორი სახე ჰქონდა. ვლებით, რომ ეგ ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში, რომ სამომავლოდ დროში მოგზაურობა ამ სამყარო თუ განიცადა ან რაღაცა წერტილობა, ტუნელირება, ან რაღაცა გადასვლა იმ ხვრელის საშუალებით შესაძლებელია მოხდეს დროში უკან მოგზაურობა. უხილავი და ხილული სამყარო. 95% დაახლოებით რასაკვირველია, არის ის სუბსტანცია, რომელიც არის უხილავი. შავი ხვრელის შიგნით დროის დინება იქნება სხვადასხვანაირი. ატომური ბომბსა და წყალბადის ბომბ შორის რა განსხვავება და რომელი უფრო საშიშია კაცობრიობისთვის? დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ფიზიკისა და მათემატიკის ასოცირებული პროფესორი ზურაბ თავართქელაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ნაწილაკების მიმართულებაში, ასევე ის მუშაობდა როგორც ევროპის, ასევე ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. და მათ შორის არის ჟენევის საერთაშორისო ბირთვული კვლევის ლაბორატორია CERN-ი. მადლობა ზურაბ, რომ ესწრე, როგორ ახარ? მადლობთ მოწვევისთვის, მეც მოუწოდებ თქვენს მსმენელს დაღაყურებას, რომ გამოიწეროს ეს არხი, იმიტომ რომ პოპულარიზაცია ძალიან კარგი. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. მადლობა. მოკლედ, ბევრი თემა შევაგროვე დღეისთვის. აი, მინდა რომ როგორც მოვასწრებთ, ეგრე მოვასწროთ, ვარ დაინტერესებული როგორც პატარა ბავშვი ისეთ რაღაცეებზე, რომ სიღრმისეულად რაღაცეები, რასაც შევძლებთ, შევიდეთ, რომ მაყურებელმაც მარტივად გაიგოს და მოკლედ ამოვწუროთ რაღაც თემები რა. პირველი მინდა ისეთი თემით საკითხი დავიწყე, რომელიც იქნება ცოტა ზოგადი, მაგრამ მოგცემს გაფართოების საშუალებას. პირველ ჩემი კითხვა არის ასეთი, რომ რისგან შედგება ჩვენი სამყარო? ძალიან საინტერესო თემა არის და მართლაც ეს იძლევა ამაზე მსჯელობის დაწყება ძალიან გაფართოების საშუალებას და კარგი დასაწყისია ჩემი აზრით. ეხლა რისგან შედგება სამყარო, ხო? ახლა ამის კითხვა ალბათ ეს კითხვა დაეუფლა ადამიანს ძალიან უძველესი დროიდანვე, ხო? და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაებადოს ეს კითხვა, როცა გამოიხედავს ირგვლივ და აღიქვამს ბუნებას. იგი მიხვდება, რომ ყველა მოვლენა ემორჩილება რაღაცა კანონებს და შემდეგ ცდილობს ამ მოვლენებს ერთმანეთთან დაკავშირებას, ხო? და რა თქმა უნდა ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ გავცეთ პასუხი, რისგან შედგება ჩვენი სამყარო. სხვათა შორის, რაც ჩვენამდე მოღწეული არის, თქვა სამეცნიერო ლიტერატურა და ჩანაწერები და გადმოცემები, პირველად ამაზე დაიწყეს ფიქრი სისტემატურად მეცნიერულ დონეზე ძველმა ბერძნებმა, ფილოსოფოსებმა. ანუ რისგან შედგებოდა სამყარო და თვითონ ეს კითხვა რამდენიმე კუთხით შეგვიძლია ჩვენ გავშალოთ. პირველი მართლაც რა არის სამყაროს შემადგენელი ნაწილი და მეორე თქვათ რა არის ის ყველაზე მცირე კომპონენტი რისგანაც აგებულია ყველაფერი. ხო? მაგალითად ძალიან უხეში ანალოგია რომ მოვიყვანოთ, თქვათ რაღაცა შენობა, ხო? რა თქმა უნდა, იგი უფრო მცირე კომპონენტებისგან არის აგებული, შეიძლება იყოს ეს ბეტონის ბლოკები, შეიძლება იყოს თქვათ აგურები და უფრო რაღაცა მცირე კომპონენტები და შეიძლება ასეთ დაისვას, რომ რა არის ის ყველაზე მცირე აგური, რისგანაც შედგება ჩვენი სამყარო, ხო? და სხვათა შორის ეს საკითხი რომ ფუნდამენტურ დონეზე, ანუ ყველაზე მცირე დანაწევრებულ დონეზე რისგან შედგება სამყარო, ეს კითხვა დაასვეს, რაც ჩვენ ვიცით ძველმა ბერძნებმა, თუმცა იყო ძველი ინდური ფილოსოფიური სკოლა, რომელიც როგორც ირკვევა ანალოგიურ საკითხებზე ფიქრობდა, მაგრამ უფრო სისტემატური მიდგომა ჰქონდა დასავლეთის სკოლას და სწორედ ამიტომ იყო დაწინაურებული ეს დასავლეთის სკოლა. ალბათ იცით თქვენ, რომ იყო ესეთი მოსაზრება, რომ სამყარო შედგება
ყველაზე მცირე ნაწილაკებისაგან, რომელსაც უწოდეს ატომები. და აი ამ მიმდევრებას, აი ამ ფილოსოფიას უწოდეს მეცნიერებაში ამ მიმდინარეობას უწოდეს ატომიზმი. ანუ ატომიზმის კონცეფცია რა არის? რომ მთელი სამყარო არის სიცარიელე, რაც უცნაურია თათი ხარ ჩვენი პერსპექტივიდან რომ და აი ამ სიცარიელეში არის მოთავსებული ატომები, ანუ ყველაზე მცირე განუყოფელი ნაწილაკები, რომელიც და ყველა ატომს აქვს სხვადასხვა თვისებები. ხო? იდეა ძალიან მარტივია, ძალიან ლამაზია და შემდგომი ამ ორდებულებას აქვს შემდგომი, ასე ვთქვათ, კონცეფცია, რომ რახან ეს ატომები არიან განსხვავებულები, მათი ერთობლიობა და მათი სხვადასხვა კომბინაციაში განლაგება ქმნის ყველაფერი იმ მრავალფეროვნებას, თვისებებს და ასე ვთქვათ, ფეროვნობას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით სამყაროში. აი მაგალითად ატომიზმები თვლიდნენ, რომ აი სხვადასხვა ატომების ერთობლიობა იწვევს ისეთ თვისებას, როგორც არის ფერი, განსხვავებული ფერები, სურნელი მაგალითად, ხო? გემოვნება და ასე შემდეგ, ხო? თითქოს ეს ერთი მხრივ ძალიან გულუბრყვილოა, მაგრამ როგორც ირკვევა, საკმაოდ ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია ესა, რომ ეს საკითხი, ეს ჩვენი მთლიანი სამყარო უნდა იყოს რაღაცა ყველაზე მცირე ნაწილს. ეხლა ძალიან უცნაურად ჩანს ესა. უყურეთ, ეხლა აი ჩვეულებრივი ნივთი რო ავიღოთ ჩვენ, მაგალითად კალამი, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს ნივთი ფიზიკურად გავტეხოთ შუასი და ასე ვთქვათ, გავაგზავნოთ ამ ნივთის დაყოფა, ხო? ეხლა თქვენ და ალბათ ყველა საღი მოსაზრებით შეიძლება თქვას, რომ ეს დაყოფა მე შეიძლება გავაგზავნო უსასრულოდ, იმიტომ რომ თუ რაღაცა ზომა არსებობს, იმის ნახევარი უფრო პატარა ზომაა და ამას ასე ვთქვათ, დაბოლოება არ ექნება, ხო, უსასრულოდ, მაგრამ აი ატომიზმი რა არის, რომ რა ნივთიერებაც არ უნდა იყოს, იმისი ან რა საგანიც არ უნდა იყოს მატერიალი, იმისი გაყოფის პროცესში მივაღწევთ იმ ზღვარს, ანუ მიუკაკუნებთ იმ ნაბიჯს, რის შემდეგაც იმის გაყოფა არ შეიძლება. აი ეს არის ატომიზმის იდეა. არ შეიძლება იმის გამო. შეუძლებელია, ბუნება ასეა მოწყობილი. ხარ რატომ იყოს და რატომ არა? პირველ რიგში შემოწმება არის ძალიან რთული ამისი. დღესაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით კვლევები რა არის. ანუ უყურეთ ეს უკვე უკავშირდება იმას რა არის ძირითადი აგური, ხო? ანუ ის განუყოფელი ზომა, ან თუნდაც ნაწილაკი, რომლის შემდგომ განყოფაც შეუძლებელია, იმას დაარქვეს ატომი ხა ატომისტებმა. ხო, ბერძნული სიტყვა ატომი ნიშნავს განუყოფელს შემდგომაც. თუმცა დღეს რასაც უწოდებთ ჩვენ ატომს, ტრადიციულად ის სიტყვა ტერმინი გადმოვიდა, მაგრამ დღეს ვიცით რომ ჩვენ ატომი იშლება, ხო, ატომური რეაქციები არსებობს, ატომი შედგება ბირთვისაგან, ბირთვი კიდე იყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ტერმინი იყო ატომიზმის იდეა. ანუ ატომიზმის იდეა და ეს კითხვა რა არის განუყოფელი ძირითადი აგური სამყაროს კიდე გრძელდება. ხა ჩვენ თვითონ ატომი შედგება სხვა ნაწილაკებისგან, მაგრამ კიდე მივდივართ უფრო მცირე, ვთქვათ, ბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან, ნეიტრონები კიდე უფრო მცირე ნაწილაკებისგან შედგება, მაგრამ ეს კითხვა კიდე გვაქვს ჩვენ, რომ სანამდე შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ, ხო? ანუ ატომიზმის იდეა სწორია თუ არა, ხო, ეს კიდევ სადებატო კითხვა არის. გასაგებია. და კიდევ რა მაინტერესებს, აი თქვენს რაღაც ლექციებს უსმენდი რა და იქ ერთ განახსენეთ უხილავი და ხილული სამყარო. აი რა არის ეს უხილავი და ხილული სამყაროს კვლევა საერთოდ და რას გვაძლევს საერთოდ რა არის ეგ? ხო, ესე იგი, აი ხა მე ცოტათი გადავუხვიე და წავედი ამ სამყაროს ძირითად აგურებზე, მაგრამ ის კითხვა ბოლომდე არ გამიცია, რომ რისგან შედგება სამყარო. ხა პირობითად ხა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო შედგება მატერიისაგან და ველებისაგან. ხო, ხა ძალიან მარტივია, ხა ყველა საგანი, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენ სირგლივ, არის მატერიისგან, ნივთიერებისგან შედგება, ხო, ხე, ვთქვათ, აი წყალი, ჭიქა და ასე შემდეგ. მაგრამ ველები არის, რომელიც ვთქვათ, პირდაპირ მატერიალური არ არის, მაგრამ არის გამოსხივების სახით, ხო, მაგალითად ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ჩვენ კარგად ვიცით, ხო? აი ვთქვათ, მზიდან მოდის სხივები, ეს არის გამოსხივების ტიპი. კიდევ არის სხვა ტიპის ველები, ხო? და ამიტომ ეს გაყოფა არის პირობითი, რომ არის მატერია და ველები, ხო? და ის მატერია, რაც ჩვენ ვიცით და ის ველები აი ამას უწოდებენ სამყაროს ხილულ ნაწილს. ეს არ ნიშნავს, რომ თვალით შეიძლება ყველაფრის დანახვა, ბუნებრივია ხა ატომს და ბირთვს ჩვენ თვალით ვერ დავინახავთ. ხილულ სამყაროში მოიაზრება ის, რომ აი რაღაცა თუნდაც მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მე შემიძლია რაღაცა სუბიექტზე, თუნდაც ელემენტარულ ნაწილაკებზე, თუნდაც ატომზე ჩავატარო რაღაც ისეთი ექსპერიმენტი, რომლის თვისებას და
ასე ვთქვათ, იმ ექსპერიმენტის შედეგი დავადასტურებ, რომ ესა თუ ის ნივთიერება არსებობს. ანუ ხილულად არა პირდაპირ მნიშვნელობით თვალისთვის ხილული იყოს. ხილულად მე დავინახავ, რომ ეს სუბსტანცია არსებობს, ხო? მაგრამ ეხლა შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა, ასეთი მრავალფეროვანია დიდია სამყარო და რა გარანტია გვაქვს ჩვენ რომ ეს სამყარო შედგება მარტო აი ამ ორი ნაწილისაგან, მატერიასა და ველებისაგან, იმიტომ რომ ხო სრულად არ არის გამორიცხული რომ იყოს ისეთი რაღაც სუბსტანციები, რომელიცაც ჩვენ ჯერჯერობით ტერმინს არ მოგვიგონებია, ხო? რომელიც არსებობდეს, უბრალოდ ჩვენ მათ რაღაცა მიზეზების გამო ვერ აღვიქვამთ, ხო? აი ამას შეიძლება პირობითად უწოდოთ უხილავი სამყარო, ну ხანდახან უწოდებენ ბნელ სამყაროს, ხო? და აი ეს ბნელი სამყაროც შეიძლება გაიყოს პირობითად ორ ნაწილად, თქვათ ბნელი მატერია, ну ისეთი მატერია, რომელიც ადგენს რაღაცა ნივთიერებას, მაგრამ ჩვენ მათ ჯერჯერობით პირდაპირ შეხება მათთან არ მოგვდა, ასევე იყოს რაღაცა ბნელი ურთიერთქმედებები, ან თუნდაც ბნელი ენერგია, ხო? და დაახლოებით არის აი ნათქვამი რომ ან გაგებული რომ აი რა რაოდენობის ის არის ეგ ბნელი, ანუ რა რაოდენობა გვაქვს კიდე შესასწავლი რომ ეგ ბნელიც სიტყვაზე ანუ ხილული შეიძლება გახდეს ეგ ბნელი ნაწილი თუ რა ვერანაირი ტექნოლოგიებით ვერ ავალთ მან საომავლოს ან ხო, პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ, ესე იგი ჩვენ ჰიპოთეტურად საუბრობთ თუ არა ამ ყველაფერზე, ხო? ხა კითხვა შეიძლება დაისვას, რომ აი ამ ხილულისგან კიდე ამ ხილულის გარდა კიდე გვაქვს თუ არა რაღაცა დამატებითი, მაგრამ ამას აქვს უკვე საფუძველი. და რატომ შემოვიდა ეს ტერმინები? ხა ეს შემთხვევით ბნელი მატერია, ბნელი ენერგია არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ არის არაპირდაპირი მინიშნებები, პირდაპირი, რომელიც გვეუბნება, რომ აი იმის გარდა, რაც ჩვენს მიერ არის ხილული და დაკვირვებადი, არის ისეთი სუბსტანციები, რომელიც ჯერჯერობით უხილავი არის და აი ეს უხილავი ნაწილი იყოფა კიდე ორ ნაწილად, მათ პირობითად უწოდებთ უხილავი მატერია და უხილავი ენერგია, ну ხანდახან უწოდებენ მათ ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას და როგორც ირკვევა აი ეს ერთობლიობაში ბნელი მატერია და ბნელი ენერგია გაცლებით დომინანტურ და დიდ ნაწილს ადგენს ჩვენი სამყაროსი, ვიდრე ხილული, ხო? აი ხა მაგალითად ვიზუალურად ჩვენ თუ გამოვხატავთ აი თქვათ წრეზე, ხო? და პროცენტებით სექტორებად მოვნიშნავთ რამდენი ნაწილი არის ის ხილული, რაც ჩვენ ვიცით და რამდენი არის უხილავი. ეს პერსპექტიულად, ეს სურათი შეიძლება ძალიან პერსპექტიულად არ მოგვეჩვენოს, იმიტომ რომ მხოლოდ 5% მთელი სამყაროსი არის ის, რაც ჩვენ ვიცით და ხილულია. დანარჩენი 95% დაახლოებით რასაკვირველია, არის ის სუბსტანცია, რომელიც არის უხილავი. აი იმ დანარჩენიდან დაახლოებით 25% არის 25-20% არის უბრალოდ 20% არის უხილავი მატერია, ხოლო აი დანარჩენი 75% არის ბნელი ენერგია. ეხლა რატომ დაარქვეს ამას სწორედ ბნელი მატერია და იმ მეორე ნაწილს რატომ დაარქვეს ბნელი ენერგია, იმიტომ რომ ჩვენთვის ორივე თუ უხილავია, რატომ უწოდებს სხვადასხვა სახელს. ამას უკვე თავისი პირობები აქვს და უნდა ვისაუბროთ თუ აი რა არის ის არაპირდაპირი დაკვირვებები და მინიშნებები, რომელიც გვეუბნება, რომ კიდევ უნდა არსებობდეს ესა და ამას აქვს აი მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით აი თანამედროვე ფიზიკაშიც აქვს ძალიან ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს აი ამ ნაწილის კვლევას. აი იცი რა მაინტერესებს, ამ კვანტურ ფიზიკას რატო სწავლობთ? რა და აი რეალობაში სადმე გვხვდება, აი კვანტური მექანიკა სადმე გვხვდება, მაგალითად ეგ მიმართულება, აი პრაქტიკაში სადმე შეგვიძლია შევეხოთ, სადმე ყოველდღიურობაში თუ ვიყენებთ, ამ გვხვდება ეგ ყველაფერი, აი რატო სწავლობთ, რატო დავიწყებთ მაგის შესწავლა და ასე შემდეგ. ხო, ისტორიულად სწორედ ასე მოვიდა, რომ იყო რამდენიმე მოვლენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვეულებრივი ფიზიკის იმ დროისათვის, ну კლასიკური ფიზიკა უწოდოთ ამას, ამ ფიზიკის კანონებით და ამ ფიზიკის ცოდნით მათი ახსნა იყო შეუძლებელი. ну ეს იყო პირველ რიგში შავი სხეულის გამოსხივება, ალბათ გსმენიათ, რომ ნებისმიერი სხეული რაოდენ დაბალი იყოს მისი ტემპერატურა ასხივებს და ну რაც უფრო დაბალია მისი გამოსხივება, მას უწოდებენ ინფრაწითელ გამოსხივებას და რაც უფრო მაღალი არის ენერგეტიკულად მისი გამოსხივება, ультраიისფერს და აი ამ ტიპის გამოსხივებას, ну სხვადასხვა კვანტური ფიზიკა ისტორიულად დაიწყო მისი განვითარება მე-20 საუკუნის დასაწყისში. ну ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დაიბადა ეს ახალი ფიზიკა და ასე ვთქვათ კვანტურ ფიზიკასთან ერთად სხვადასხვა ის ეპოქა იყო, როდესაც
აინშტაინმა ჩამოაყალიბა სპეციალური და მოგვიანებით ზოგადი ფარდობითობის თეორია. თუმცა აი კვანტურ ფიზიკაშიც მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხო, ხა საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? შავი სხეულის გამოსხივებას ახასიათებს მის სპექტრს ძალიან სპეციფიკური თვისებები ახასიათებდა და ჩვეულებრივი ტალღური და კორპუსკულური მექანიკით მისი ახსნა შეუძლებელი იყო. ესე იგი, სინათლის თეორია ასე თუ ისე კარგად იყო შესწავლილი გეომეტრიული ოპტიკა, რომელიც იყენებდა რომ სინათლის სხივი ვრცელდება წრფივად, ხო? იყო შესწავლილი მისი თვისებები სხვადასხვა გარემოში და ამავე დროს ითვლებოდა რომ სინათლე რაღაცა პირობებში ავლენს ტალღურ თვისებებს. ანუ იყო ეგრეთ წოდებული ნაწილაკოვ ტალღური დუალიზმი, ხო? მაგრამ აი ეს შავი სხეულის გამოსხივება მისი თვისებების სხვადასხვა ასე ვთქვათ დიაპაზონში რაღაცა დიაპაზონში ასე თუ ისე ნორმალურად იყო ახსნილი, მაგრამ აი განსაკუთრებით მაღალი სიხშირის დიაპაზონში ეს იძლეოდა ძალიან ანომალურ ყოფაქცევას იმ თვალსაზრისით, რომ თეორიული თვალსაზრისით არანაირად არ ჯდებოდა ეს კლასიკურ ფიზიკაში. და აი ამას უწოდეს ეგრეთ წოდებული ულტრაისფერი კატასტროფა, ხო? იმიტომ რომ ეს თეორიული შედეგი ისე ასე ვთქვათ პარადოქსულ დასკვნას იძლეოდა, რომ აქ საჭირო გახდა ასე ვთქვათ რაღაცა მოდიფიკაციების შემოტანა. პირველად პლანკმა შემოიტანა ეს მოდიფიკაცია, კერძოდ მან განაწილებაში, ენერგიის განაწილებაში შემოიტანა ფუნქციონალურად ისეთი წევრი, ექსპონენციალური წევრი, რომ შემდეგ კარგად ხსნიდა აი ამ ანუ ეს ულტრაისფერი კატასტროფა იხსნებოდა კარგად, თუმცა რა თქმა უნდა პლანკი იყო თეორეტიკოსი, ფიზიკოსი და იგი არ კმაყოფილებდა ამასთან და მას უნდოდა გაეგო საიდან მოდიოდა, ანუ ემპირიულად მან ემპირიული მონაცემები რომ აიღო, მან შეძლო ეს ფორმულა გამოსხივებისთვის, ანუ სპექტრისთვის მოდიფიკაციად გაეკეთებინა ისეთნაირად, რომ ექსტრაპოლაცია კარგად გაეკეთებინა, მაგრამ მისი ახსნა მას თავიდან არ ჰქონდა. და ერთი დაშვება გააკეთა მან თეორიულად, რომ ის სინათლის გამოსხივების ულუფები, რომელსაც ავლენდნენ ეს სხეულები, უნდა ყოფილიყო არა უწყვეტი, არამედ დისკრეტული, ანუ კვანტური, ხო? ახლა ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ მაგალითად რაღაცა ენერგია რომ არის, თქვათ აი სხეულს აქვს კინეტიკური ენერგია, ხო? თქვათ აი გაჩერებული სხეულს მივანიჭეთ რაღაცა სიჩქარე, ეს სიჩქარე რა თქმა უნდა ყისერად არიზდება, ნოლიდან რაღაცა მნიშვნელობას მიიღებს და შესაბამისად რახან ხა ეს სიჩქარე ნოლიდან რაღაცა ზღვრულ მნიშვნელობამდე იცვლება, შესაბამისი კინეტიკური ენერგიაც უწყვეტად იცვლება, ხო? მაგრამ აი პლანკმა სრულად საპირისპირო რაღაცა შემოიტანა, რომ მან თქვა, რომ სინათლე ავლენს კვანტურობას და მისი ენერგიები კი არ არის ეს დისკრეტული, ანუ ნებისმიერი კი არ შეიძლება იყოს, არამედ არის ულუფებად, ანუ კვანტური. და აი, როდესაც მან, შემდეგ ამ კვანტურობისთვის მან ამას უწოდეს პლანკის ჰიპოთეზა. იმის გარდა, რომ ეს ჰიპოთეზა წამოაყენა, მან სპეციფიკური თანაფარდობა დაწერა, რაც იყო ენერგიის გამოსახულება სინათლის ულუფასა და მის სიხშირეს შორის. აი ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით მან მოახერხა გამოეყვანა აი ის ფორმულა, რომელიც შესანიშნავად იძლეოდა ამ ულტრაისფერი კატასტროფის ახსნას და უკვე შემდეგ აი ამ ჰიპოთეზის, ამ კვანტურობის დადასტურება მოხდა უკვე სულ სხვადასხვა დაკვირვებით, როგორც იყო მაგალითად ფოტოეფექტი, რომელიც აინშტაინმა ახსნა, ოღონდ პლანკის ჰიპოთეზაზე დაყრდნობით, სხვა ეფექტებიც იყო კომპტონის ეფექტი და ეს იყო ეპოქა, როდესაც რეზერფორდმა თავისი ატომის მოდელი, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბა, ატომისეული მოდელი და აი როგორც მოგვიანებით გაიგო, ამ რეზერფორდის ატომის პლანეტარულ მოდელს ჰქონდა სერიოზული პრობლემები, რომელიც ისევ ამ კვანტური ფიზიკით აიხსნა. აი, ხა თქვენ მკითხეთ მე, რომ აი ყოველდღიური ცხოვრებისთვის რა მნიშვნელობა აქვს და აი ხა თქვენ წარმოგიდგენიათ ისეთი ნივთიერებები, რომელიც შედგებიან ისეთი ატომებისაგან, რომელიც სტაბილური არ არის, ხო? აი რეზერფორდის ატომის პლანეტარულ მოდელს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა რაც ჰქონდა, რომ იგი არ იყო სტაბილური.
ხო, ნუ პლანეტარული მოდელის კონცეფცია რა არის, რომ მაქვს მე დამუხტული ბირთვი დადებითად და მის გარშემო, როგორც აი მზის გარშემო მოძრაობენ პლანეტები, მოძრაობენ დამუხტული ელექტრონები, ხო? ნუ ანალოგია ძალიან ლამაზია, ნუ რატომაც არა, ხო? თუ ხა მზის ორბიტების ირგვლივ პლანეტები მოძრაობენ და ეს საკმაოდ სტაბილური სისტემაა, ჩვენი მზის სისტემა, რატომაც არა რომ მიკროსამყაროშიც განხორციელდეს ისეთი მოდელი, ლამაზი იდეა, ხო? რომ ანუ იყოს დამუხტული ბირთვი, ოღონდ განსხვავება არის რომ გრავიტაციული ძალის მაგივრად ბირთვში, რა თქმა უნდა, ელექტრული ძალა იზიდავს ელექტრონებს, რომ არ აძლევს საშუალებას, რომ მან ბირთვი დატოვოს და ამ ორბიტებზე ამ ელექტრული ძალის მიზიდვით შესაძლებელია რომ იბრუნოს ამ ელექტრონებმა და ამას შექმნას ატომი, ხო და თვითონ ეს მოდელი, პლანეტარული მოდელი რეზერფორდმა დაამტკიცა თავისი განუმეორებული და მართლაც ბრწყინვალე ცდით, ამას რეზერფორდის თას უწოდებენ, ეს იყო 1911 წელს. მაგრამ ერთი დიდი განსხვავება არის ამ მზის პლანეტარული მოდელის კონცეფციალურად და ამ მიკრო ატომის მოდელს რეზერფორდის მოდელს შორის. იქ არის გრავიტაციული ურთიერთქმედებები და აქ არის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებები და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებებს ასახასიათებს ის თვისება, რომ თუ დამუხტული ნაწილაკები მოძრაობენ ნაჩქარებით, ისინი უნდა აუცილებლად ასხივებდნენ ენერგიას. და რა თქმა უნდა, ხა ჩვენ თვითონ თუ წრეწირზე მოძრაობს ნაწილაკი, მას აქვს აჩქარება, ცენტრისკენულ აჩქარებას უწოდებენ სკოლის ფიზიკის წიგნშიც არის და აი რახან ელექტრონი არის დამუხტული და იგი წრიულ ორბიტაზე მოძრაობს, ბუნებრივია იგი უნდა განიციდეს ამ ცენტრისკენულ აჩქარებას და შესაბამისად რახან იგი არის დამუხტული, უნდა ასხივდეს ენერგიას. გამოთვლილი იქნა ის დრო, როდესაც ელექტრონი მთლიანად გამოსხივდა ენერგიას და დაკარგავდა და ეს დრო არის კოლოსალურად მცირე, ფანტასტიკურად მცირე, ანუ ძალიან ასე ვთქვათ ეს მიუხედავად იმისა, რომ რეზერფორდის მოდელი დადასტურებული იყო, თეორიულად ასე ვთქვათ, ამან განიცადა ეს პრობლემა, რომ სტაბილური ატომი, ანუ ატომის სტაბილურობის პრობლემა შეიქმნა, რომ აუხსნელი იყო ერთი მხრივ ფაქტი გვაქვს ჩვენ, რომ ატომს აქვს პლანეტარული მოდელი, ელექტრონები წრიულ ორბიტაზე მოძრაობენ ბირთვის გარშემო და მეორე მხრივ ჩვენ არ ვიცით რის გამო არის რომ ელექტრონები არ ასხივებენ და ასე ვთქვათ არიან სტაბილური ეს მთლიანი ატომი არის ანუ ყოველ დღეურ ცხოვრებაში ამას ჩვენ ანუ ასე ვთქვათ სამყაროს წარმოქმნიდან დღემდე რატომ მოაღწიეს ატომებმა და რატო არიან ასეთი სტაბილურები ხო ეს არ იხსნება და აი ეს სირთულე რომელიც ახდა ამ რეზერფორდის პლანეტარულ მოდელს ამ სირთულის გასაღები როგორც გაირკვა არის ისევ კვანტური ფიზიკა და აი ამითენა დაიწყო შემდეგ კვანტური ფიზიკის განვითარება ანუ რომ პირველი იყო ბორი რომელმაც თავისი ცნობილი პოსტულატები წამოაყენა ეს იყო და შემდეგ ამას ეწოდა რეზერფორდ ბორის ატომისეული მოდელი რომელიც მთლიანად კვანტურ ბუნებაზე იყო დაფუძნებული და მოგვიანებით უფრო ფუნდამენტურად შეიქმნა ეგრეთ წოდებული შრედინგერის განტოლება, შრედინგერის განტოლება არის ფუნდამენტური განტოლება, რომელიც კვანტურ სისტემას აღწერს და აი ამ ფუნდამენტური განტოლების საშუალებით აი ეს ატომის მოდელი ძალიან წარმატებულად აიხსნა. ხო? ბევრი ფენომენი არის, რომელიც საჭიროებს კვანტურ ფიზიკას. და აი კვანტური კომპიუტერი რისთვის არის საჭირო? ხო, კვანტური კომპიუტერი, ესე იგი, იძახიან, რომ წარმატებული თუ იქნა, საჭირო იქნება იმისათვის, რომ ძალიან შემცირდეს ის ეფექტური დრო, რომელიც საჭირო არის გამოთვლებისთვის, თუმცა პრინციპები, ასე ვთქვათ, არის წმინდა კვანტური ფიზიკის პრინციპები. ხა, კვანტური ფიზიკა ერთ უცნაური რაღაცა პრინციპი აქვს. კერძოდ, ნებისმიერი მოვლენა და ხდომილება არის ალბათობრივი. ანუ კვანტურ ფიზიკაში ყველა მოვლენა არის ალბათობრივი. ალბათობრივი, აი მაგალითად პირობითად რო ვთქვათ, აი სწორედ ამით იყო ახსნილი, ვთქვათ, ელექტრონის იმ ორბიტაზე მოძრაობა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრონი კონკრეტულად არის რაღაცა ორბიტაზე, არამედ არის რაღაცა ალბათობა, რომ ელექტრონი იმყოფება რაღაცა ადგილას, მაგრამ არის არანულოვანი ალბათობა, რომ ელექტრონი იყოს, ვთქვათ, სხვა ადგილზე და ანუ თვითონ მდგომარეობა არის ამ სხვადასხვა ალბათობების განხორციელების სუპერპოზიცია. ხო? და აი კვანტური კომპიუტერის კონცეფცია დაახლოებით ასეთია, რომ ხა ჩვეულებრივ კომპიუტერში მაგალითად კოდები როგორ არის აგებული, არის ორობითი სისტემა 0 და 1. ხო, ანუ არის ან 1, ან 0 და ასე ვთქვათ, რაღაცა გამოთვლის ან რაღაცა ოპერაციის ჩატარების დროს სპეციალური ალგორითმი ირჩევს ამ
კოდს, ხო, მაგრამ თუ მაგალითად მე დავუშვებ, რომ რაღაც ალბათობებით ორივე შესაძლებელია, ხო, და ჩავდებ ისეთ ალგორითმს, ну ეს უკვე კვანტურობაა, რომ მე ვანიჭებ ამას ალბათობრივ ინტერპრეტაციას, რომ იყოს თქვათ კი ან არა, არამედ კიც იყოს შესაძლებელი თქვათ 50%-ით და უარყოფითით შეიძლება და კომპიუტერი ოპერაციას ან რაღაცა მოქმედებას აკეთებს პარალელურად და ეს ალბათ კარგ პერსპექტივას იძლევა, რომ შეამციროს ეს დრო, თუმცა ну ჯერჯერობით ხა ისეთი წარმატება ჩემი აზრით, რომ პრაქტიკაში ამას კონდეს რაღაც გამოყენება ყოველდღიურ გამოთვლებში, მე მგონი ჯერჯერობით შორს არის ამის. გასაგებია. იცით რა მაინტერესებს, როცა ვამბობთ, რომ აი სამყარო გაჩნდა. ეგ რას ნიშნავს? ანუ აი პირველი მაგალითად რა გაჩნდა, ანუ რა პროცესი იყო საერთოდ, რომ აი სივრცე იყო პირველი მატერია, დრო თუ აი როგორ წარმოიქმნა ხო ეგ ყველაფერი? ხო, სხვათა შორის ხა ამ სამყაროზე გაჩენაზე და წარმოშობაზე საუბრს რომ ვეხებით, ეს ეფუძნება ეგრეთ წოდებულ დიდი აფეთქების თეორიას. ხო? და დიდი აფეთქების თეორიას საფუძველი დაედო რამდენიმე აღმოჩენის და დაკვირვების გამო, ხო? პირველ რიგში ისტორიულად, როდესაც აინშტაინმა ჩამოაყალიბა თავისი ზოგადი ფარდობითობის თეორია, ხო? აინშტაინის განტოლების საშუალებით მოხერხდა რამდენიმე დაკვირვებადი ეფექტის ახსნა, ხო? და იმის შემდეგ, როდესაც ეს ეფექტები აიხსნა, ну ერთ-ერთი იყო მაგალითად გრავიტაციულ ველში სინათლის სხივის გადახრა, რომელიც ჩვეულებრივი ნიუტონისეული კანონებით არ იხსნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ მასიური სხეულები ემორჩილებიან სოფლიო მიზიდულობის კანონს და ასე ვთქვათ, რატომ უნდა მოხდებოდეს ფოტონის, რომელიც უმასო ნაწილაკია, გადახრა გრავიტაციულ ველში, ეს შეუძლებელია და აი აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიამ ეს მოახერხა და ну პირველი ინტერესი რაც გაჩნდა ამ აინშტაინის თეორიის გამოყენებისა იყო მიეყენებინათ ეს მისი სისტემა, მის აინშტაინის განტოლება სამყაროზე და ენახათ თუ როგორ მუშაობს ეს აინშტაინის პირველი ასე ვთქვათ სურპრიზი, რომელიც თვითონ აინშტაინისთვის იყო ისო, რომ სამყარო არ უნდა ყოფილიყო სტატიკური. ანუ ეს იყო იმიტომ რომ იქამდე ეგონათ რომ სამყარო არის სტატიკური, ანუ ის სტრუქტურები, რაც მაშინ ცნობილი იყო, ყოველთვის არის მუდმივი დასაწყისიდან დასაბამამდე და ანუ იმაზე საუბარს, რომ სამყარო წარმოიქმნა და იგი განიცდის ევოლუციას, ასე ვთქვათ, მეცნიერულად მანდამაინც არ იყო. მაგრამ აი აინშტაინის განტოლება, როცა მან მიუყენა ეს თავის ისი განტოლება სამყაროს, სასახად იძლეოდა ისეთი ამონახს, რომელიც წინასწარმეტყველებდა სამყაროს გაფართოებას. ხო? თვითონ აინშტაინის თავიდან ეს სკეპტიკურად შეხედა ამ იდეას, არ ჯეროდა და ეცადა თავისი განტოლების ისეთნაირად მოდიფიკაცია ჩაეტარებინა, რომ მიიღოს სტატიკური სამყარო. მაგრამ 1929 წელს ძალიან მალე ამ აინშტაინის იდეის შემდეგ, რომ როგორმე მიიღო სტატიკური სამყარო, ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება. ხო? და აი ნუ ამის შემდეგ უკვე აინშტაინმა აღიარა, რომ აღარ იყო საჭირო ეს მისი განტოლების მოდიფიკაცია და ასე ვთქვათ სამყარო ფართოვდება, მაგრამ თუ სამყარო ფართოვდება და ემორჩილება აი ამ გარკვეულ გაფართოების კანონს, გასაგებია უკვე მე შემიძლია ვილაპარაკო დროში ევოლუციაზე და ნახო მაგალითად მილიონი წლის უკან, მილიარდი წლის წინ ჩემს სამყაროს როგორი სახე ჰქონდა და ნუ გასაგები არის, რომ თუ რაღაცა განტოლება მოძრებს გაფართოებად სამყაროს, ნუ პირობითად ხვალ ჩემი სამყარო უფრო დიდი უნდა იყოს, ესე იგი გამოდის, რომ გუშინ წინ უფრო პატარა იყო და ნენელა რო წავალ დროით უკან, მე ვხედავ, რომ ეს სამყარო პატარავდება, ხო? ანუ წარმოვიდგინოთ ესეთი კადრი, რომელიც არის სამყაროს ევოლუცია და გადავახვიოთ ეს კადრი უკან, ხო, როგორც ფილმებში შეიძლება, ხო? მაშინ დავინახავ, რომ ის ობიექტები, ციური ობიექტები, galaktikები, ვარსკვლავები, ნენელა ერთმანეთს უახლოვდება და ნუ რა თქმა უნდა, ახლა მათემატიკურად თუ მე გავყვები ამ განტოლებას, მიუკვაკუნებ იმ წერტილს, სადაც, ანუ იმ მომენტს დროისა, სადაც ყველაფერი ერთ წერტილში არის თავმოყრილი, ხო? აი ამ პირობითად ამ წერტილს უწოდებენ დიდი აფეთქებას, რომელიც ასე ვთქვათ მათემატიკურად იმაზე ადრე, ასე ვთქვათ, მე უკვე ვერ ვაწარმოებ ისეთ კონტროლს. ეხლა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ პირობითად იმ წერტილის იქით, ანუ უფრო ადრე არაფერი არ იყო და უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ აინშტაინის განტოლება
ანუ მისი ზოგადი ფარდობითობის თეორია უკვე ვეღარ აღწერს ფიზიკას იმ მცირე მანძილებზე და მართლაც უფრო ღრმა თუ ჩვენ ჩაურმავდებით აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიას, ნახავთ რომ ძალიან ახლო მანძილებზე თეორია ხდება ძალიან ძლიერი, ანუ ჩვენ უკვე ვეღარ ვენდობით იმ ჩვენ ვერც განტოლებას, ვერც თეორიას, ვერც მის ამონახსნებს და იგი საჭიროებს რაღაცა მოდიფიკაციას, მაგრამ ჯერჯერობით იმის გამო რომ აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიაზე უკეთესი თეორია, უფრო სრულყოფილი თეორია ნაპოვნი არ არის, პირობითად აი იმ წერტილს უწოდებენ კოსმოლოგიურ სინგულარობას, ხო, ეს არ ნიშნავს რაღაცა და არც ეს ტერმინი დიდი აფეთქება არ ნიშნავს რაღაცა მისტიურ რაღაცას, რომ უბრალოდ აი თვლიან რომ რაღაცა წერტილი არის, რომლის მიღმაც, ანუ რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია რაოდენობრივად ჯერჯერობით შევისწავლოთ ბუნება და ბუნებრივი კანონები და იმის შემდგომ აი და სწორედ ამას პირობითად შეიძლება უწოდოთ სამყაროს დაბადება, ხო? და შესაბამისად ახლა ის განტოლებას ჩვენ საშუალებას გვაძლევს იმ დროის ევოლუციის მანძილზე შევისწავლოთ ამ სამყაროს სხვადასხვა სურათი და შემდეგ დაკვირვებით ამ სამყაროზე დაკვირვებით ნახოთ რამდენად კარგად მუშაობს. ირკვევა საკმაოდ წარმატებლად, თუმცა რაღაც პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა. და ნახეთ, აი დიდი აფეთქების თეორია რა, ხო ამბობს რომ აი რაღაც ერთ წერტილი იყო, აფეთქდა ყველაფერი გალაქტიკები რაღაცა უფრო ფართოვდება და ასე შემდეგ. არის იმის შესაძლებლობა რომ აი მაგ გაფართოების სიჩქარე უბრალოდ ამოიწუროს, აღარ ქონდეს ენერგია რომ კიდე გაფართოვდეს და გაჩერდეს რაღაც ეტაპზე ყველაფერი. დიახ, თეორიული შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის, აი ისევ ანალოგიას მოვიყვანთ, აი წარმოიდგინოთ, რახან ეს გრავიტაციულ კანონებს ემორჩილება ასე თუ ისე, ხო? აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, რომ დედამიწისგან ზემოთ თქვენ გაისროლეთ ქვა, ხო, რაღაცა სიჩქარით, ხო? რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ სიჩქარით გაისრით ვერტიკალურად ზევით ქვას, უფრო მაღლაა, მაგრამ თანდათან მისი სიჩქარე კლებულობს, იმიტომ რომ იგი განიცდის დედამიწისგან მიზიდულობას და რაღაცა წერტილს, მაქსიმალურ წერტილს მიაღწევს, თქვათ აი 10 სართულიანი სახლის სახლი, თუმცა უკვე ძნელია იქ ქვის ასრულა, ხო? არ პირობითად ვთქვათ 5 სართულიანი სახლის და სახურავი, ხო? და შემდეგ ვარდება, ხო? მაგრამ ბუნებრივია შესაძლებელია ესეთი სიჩქარე მივანიჭო, რომ თქვა დედამიწის გრავიტაციული ველი დატოვოს, მან ამას უწოდებენ პირველ კოსმოსურ სიჩქარეს, ხო? შეიძლება ესეთი სიჩქარე მივანიჭო, რომ მან მზის სისტემა დატოვოს და ასე ვთქვათ, საერთოდ არასოდეს არ დაბრუნდეს დედამიწაზე. შეიძლება ისეთი სიჩქარე იყოს, რომ იგი გადაიქცეს ჩვეულებრივ თანამგზავრად, აი თანამგზავრის პრინციპი სწორედ ეს არის, რომ რაღაცა სიჩქარეს, ან რაღაცა ენერგიას მიანიჭებენ ხომალდს, ხო? იგი გავა სპეციალურ ორბიტაზე და შემდეგ იგი მუდმივი სიჩქარით ბრუნავს ერთსა და იმავე ორბიტაზე, ხო? ანუ იმისდა მიხედვით თუ რა სიჩქარეს მივანიჭებ მე, ის დამყარებული რეჟიმი იქნება სხვადასხვა და აი როგორც ირკვევა აი ამ აინშტაინის განტოლებების ამონახსნებს, რომელიც გაფართოებად შესაძლებელია პრინციპში ქონდეს სხვადასხვა რეჟიმები და ამის მიხედვით სამყარო პირობითად შეიძლება უწოდოთ სხვადასხვა სახელი. ერთი არის ეგრეთ წოდებული დახურული სამყარო, ჩაკეტილი სამყარო. ეს არის სამყარო, როდესაც გაფართოების შემდეგ, როგორც თქვენ ამოიწურება ესა და იგი გაფართოების შემდეგ ისევ დაიწყებს შეკუმშვას და კოლაფს. ანუ ეს არის დახურული სამყარო, ჩაკეტილი სამყარო. შეიძლება ესეთი რეჟიმი, რომ რაღაცა ზომას მიაღწიოს სამყარომ და იმის მერე არც გაფართოვდეს და არც შეიკუმშოს, ანუ იყოს ასე ვთქვათ ერთი და იგივე ზომის, ამას უწოდებენ ბრტყელ სამყაროს, სტატიკურ სამყაროს უფრო, ხო? და არის ღია სამყარო, რომელიც მუდმივად განიცდის გაფართოებას, მაგრამ სიურპრიზი არის, როგორც გაირკვა, აღმოჩნდა მეოთხე რეჟიმი, რომელიც აი ამ სამში არ ჯდება, რომელიც აი თქვენ რაც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, დადასტურდა რომ სამყარო ამ სამიდან ერთ-ერთს კი არ განიცდის ამ მომენტში ამ დაკვირვება ისეთ რაღაცას გვაძლევს რომ სამყარო განიცდის არა ისეთ გაფართოებას რომელიც რაც აი სტანდარტული აინშტაინის გაფართოება ანუ ჰაბლის გაფართოება რომელიც ჰაბლმა დაწერა სხვათა შორის ეს კანონი პირველად თავისი აღმოჩენისზე დაყრდნობით არამედ სამყარო განიცდის აჩქარებულ გაფართოებას რომელიც აჯდება ჩვეულებრივ ამ აინშტაინის თეორიაში თუ მისი მოდიფიკაცია არ გავაკეთე რაღაცნაირად და მოდი ერთ-ერთი მოდიფიკაცია ყველაზე არის რომელიც არის აი რომელიც ვახსენეთ ბნელი ენერგია რომ რა არის ის ასე ვთქვათ ძალა რომელიც იმის მაგივრად რომ ასე ვთქვათ შეასუსტოს აი ეს გაფართოება ან გაფართოება იყოს ერთი და იგივე ტემპით პირიქით
რაც რო გადის აჩქარებულად და ეს არის ეგრეთ წოდებული უხეშად რო ვთქვათ გამზიდავი გრავიტაცია, რომელიც ძალიან უცნაურად არის, ხო? უცნაურად შეხს რომ დიდ მასშტაბებზე, ისეთი მასშტაბები როგორც არის სამყარო, გრავიტაცია ავლენს გამზიდავ თვისებებს და ამის გამო რაც რო გადის გაფართოება ხდება უფრო აჩქარებულად და ერთადერთი ვარიანტი არის რომ ეს არ უნდა იყოს მატერია, იმიტომ რომ მატერია ჩვენი მცით პირიქით ანელებს და ეს უნდა იყოს რაღაცა ისეთი სუბსტანცია, რომელსაც არ აქვს ისეთი თვისება როგორც მატერია, ამიტომაც უწოდებენ მას ბნელ ენერგიას, ხო? აი როგორც ვირკვევა ეს ბნელი ენერგია ისევ შეიძლება თვითშეთანხმებული აინშტაინის თეორიით აიხსნას, თუმცა უცნაური არის რომ აი ის მოდიფიკაცია, რომელიც თავიდან აინშტაინმა შემოიღო იმისათვის რომ სამყარო ყოფილიყო სტატიკური და შემდეგ უარყო. აი დღესდღეობით მეცნიერები მივიდნენ და სწორედ ყველაზე მარტივი ახსნა ამ აჩქარებული გაფართოებისა შეიძლება იყოს ის, რაც აინშტაინმა ასე ვთქვათ მოდიფიკაცია მოახდინა ამ თავისი თეორიის. მოდიფიკაცია იყო მას დაერქვა მოგვიანებით კოსმოლოგიური მუდმივა, რახან კოსმოლოგიასთანაა დაკავშირებული. აი ითვლება რომ აი ეს აჩქარებული გაფართოების შესწავლა ყველაზე კარგად შეიძლება თუ აინშტაინის ჩვეულებრივ განტოლებაში მე შემოვიყვან ახალ წევს კოსმოლოგიურ მუდმივას. ეს არის ერთ-ერთი ახსნა. თუმცა ბევრი ახსნები აქვს და იმის მიხედვით სხვადასხვა მოდიფიკაცია, იმის მიხედვით თუ ჩვენ როგორ მოდიფიკაციას გავაკეთებთ, ხო? ჩვენი სამყაროს მომავალიც დამოკიდებული იქნება იმაზე, ხო? და თუ სამყაროს დასაწყისი აქვს, აი ის დასაწყისი წერტილი რა, ის დიდი აფეთქება. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ფართოვდება, სივრცული ცენტრი წარმოექმნა ამ ყველაფერს. ხო, სხვათა შორის გაფართოებადი სამყარო ჩვენ მექანიკურად რაღაცა მოდელები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ ეს არ უნდა დაუშვათ რომ რაღაცა ცენტრი არის, იმიტომ რომ გაფართოებადი სამყარო რას ნიშნავს, რომ ნებისმიერი წერტილი, თქვათ, სადაც დამკვირვებელი იმყოფება, შეიძლება ჩაითვალოს სამყაროს ცენტრად. იმიტომ რომ რატო? ეხლა ჩვენ აი დედამიწაზე რო იმყოფებთ და გავიხედავთ ცაზე ჩვენს ირგვლივ, შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრი და მისი ბოლოები ყველაფერი ჩვენს ირგვლივ რაც არის გვშორდება ჩვენ. იგივე წარმატებით, თქვათ აი სხვა პლანეტაზე ან სხვა გალაქტიკაში რომ იყოს დამკვირვებელი, იგიც მასაც შეუძლია ჩათვალოს რომ იგი არის სამყაროს ცენტრი და ასე ვთქვათ სამყარო ფართოვდება. აი ანალოგია შეგვიძლია. ხა ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავხატავთ ოდგანზომილებიან სივრცე და დროს, ეს შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია უფრო დაბალგანზომილებიანი ანალოგია მოვიყვანთ. აი წარმოვიდგინოთ ჩვენ ბუშტის ზედაპირი, აი სფეროს ზედაპირი, რომელიც ნელა იბერება. და აი ისეთი თქვათ აი არსებები ცხოვრობენ ამაზე, რომელიც არიან ორგანზომილებიანი არსებები. ხა გასაგებია ჩვენ სფეროს ზედაპირზე როდესაც ცხოვრობთ, ხო? ეს წრეები რამდენადაც არ უნდა ურტყათ, ჩვენ მოგოჩვენება რომ ეს სფეროს ზედაპირი არის უსასრულო, როგორც ჩვენი უსასრულო სამყარო, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ხა სფეროს ზედაპირზე რაღაც წერტილი რო დავიტანოთ, ნებისმიერი წერტილი შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრად, ხო? ხმართალი ვარა რა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ წერტილში ვიმყოფებით და ჩვენს ირგვლივ სხვა წერტილებს დავსვამ და ეს სფერო იბერება, ხო? აი რაღაცა თქვათ ჩაბერვით მუდმივი გაფართოება ხდება, ან თუნდაც აჩქარებული გაფართოება. ჩვენ რას დავიკვირდით, რომ ის წერტილები, რომელიც დახატულია ამ სფეროს ზედაპირზე ჩვენს მახლობლად, ჩვენ გშორდება, ხო? აი ეს მიგვანიშნებს იმას, რომ რახან ყველა წერტილი ჩვენ და ხა ბუნებრივია ამ ორგანზომილებიან არსებას შეუძლია ამ სფეროს ზედაპირზე მოძრაობა, ხო? და სხვადასხვა წერტილში რომ მიდის, იგი ხედავს იგივე სურათს, რომ მის ირგვლივ ყველა წერტილი მას შორდება, ხო? აი ეს ნიშნავს რომ სამყარო ფართოვდება, თორე თავისთავად ორი წერტილი რო ერთმანეთს შორდება, ეს კიდევ არ ნიშნავს რომ სამყარო ფართოვდება, ბუნებრივია, ხო? იმიტომ რომ ხა შეიძლება ჩვენ რაღაცა მანქანა გშორდებოდეს, ან გვიახლოვდებოდეს, მაგრამ თუ რაღაცა რამდენიმე ობიექტი ჩვენ გშორდება, ეს არ ნიშნავს სამყაროს გაფართოვებას, ხო? თავარი არის რომ ნებისმიერი ორი წერტილი ერთმანეთს უნდა შორდებოდეს, ხო? ამას იძლევა აი ეს აინშტაინის თეორია და ამას ვაკვირდებით ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით, როგორც კი გავიხედავთ, ნებისმიერი შორეული ციური ობიექტები ჩვენ გშორდებიან. და იდეაში ჩვენო ფილმებში სიტყვაზე გვაყურებინებენ, გვასწავლიან, რომ რაღაცა ერთ დღეს მომავალში სხვადასხვა გალაქტიკებზე გადავალთ, იქ სიცოცხლე არის, ერთმანეთს შევხვდებით და რაღაცა ეგეთი ფილმები რო არის. რეალურად თუ უფრო და უფრო ჩქარა შორდებიან, ხო გალაქტიკები, მაშინ დღითი დღე უფრო შეუძლებელი ხდება ეგ ოცნება რეალობად იქცეს. როგორც ხდება. ხო, ეხლა საქმე რა არის? ეხლა ერთი თვისება აქვს ამ ბნელ ენერგიას, ანუ იმ ენერგიას, ანუ იმ სუბსტანციას, რომელიც ამ აჩქარებულ გაფართოებას იწვევს. იგი ეფექტური არის ძალიან შორ მანძილებზე, ისეთ მანძილებზე, როგორც არის სამყარო. ხო? ლოკალურად მცირე მანძილებზე მისი ამ ეფექტის უგულოყოფა სრულიად შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა
მაგათ ავიღოთ მზის სისტემა, ხო, ეს მანძილები იმდენად ნაკლებია, რომ თვითონ დაშორებაც, გაფართოება და მით უმეტეს აჩქარებული გაფართოებაც აქ პრაქტიკულად არ ხდება. ხო, ანუ აჩქარებული გაფართოება, ასე ვთქვათ, ნიშანდობლივი, ანუ რაღაცა ხელშესახები, ეფექტი, შესამჩნევი ეფექტი აქვს დიდ მასშტაბებზე, ხო? ეხლა რაც შეეხება galaktikების მასშტაბებზე, ნუ კი რასაკვირველია, galaktikები ძალიან დიდი მასშტაბია, მაგრამ თვითონ ეს galaktikაც, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმხელად ისეთი დიდია, რომც არ ფართოვდებოდეს სამყარო, ხო, ერთი galaktikიდან მეორეზე გასვლას ამას ჭირდება 100,000-ობით სინათლის წელი, ხო? აი მაგალითად ჩვენი galaktikis ზომა ირმის ნახტომის ზომა დაახლოებით არის ხო სხვათა შორის მოხერხებული არის ეს დიდი მასშტაბების დროს ვისარგებლეთ სინათლის წლებით ანუ რა დრო დასჭირდება სინათლის ერთ წერილიდან რომ მეორეში მივიდეს ხო აი ჩვენი galaktikis ზომა დაახლოებით არის 100,000 სინათლის წელი ხო ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ისეთი კოსმოსური ხომალდი ავაშენეთ ჩვენ რომელიც ეხლა ჩვენ ვიცით რომ სინათლის სიჩქარეზე დიდ სიჩქარეს ჩვენ ვერასოდეს ვერ მივახცევთ მაგრამ მაინც თქვა იდეალიზირება მოვახდინოთ და აი თქვა ისეთი ტექნოლოგია ისე განვითარდა რომ ჩვენ ავაშენეთ ისეთი ხომალდი რომელიც ძალიან ახლოს არის სინათლის სიჩქარესთან ხო აი ჩვენი galaktikis კიდემდე ერთი კიდიდან მეორემდე რომ მივახცევთ ამასთვის ჩვენ დაგვჭირდება 100,000 წელი ხო ეხლა შეიძლება იანგარიშოთ რომ დავუშვათ ეხა ერთი ადამიანი კი არ გაუშვით, ჩვენ გაუშვით რაღაცა ექსპედიცია, რომელიც თავის შთამომავლობებს იძლევიან, ხო? ნუ 100,000 სინათლის წელი ეს იმხელა ის არის, რომ მრავალი ათასი შთამომავლობა უნდა შეიცვალოს. მაგ დროს დედამიწა იქნება თუ არა, მე? რასაკვირველია, ხო? ნუ თვითონ ცივილიზაციის არსებობის საკითხავია, ხო? ცივილიზაციის არსებობის დროის პერიოდი რამხელა ეს ერთი და მეორე თვითონ ის დროს ნუ სხვათა შორის ეხა ეს იდეა და ესეთი კითხვები ქონდა და აი ერთ-ერთი მეცნიერი იყო ფრიც ცვიკი რომელსაც წამოაყენა ასეთი რაღაცა რახან ასეთი დიდი დროებია საჭირო ერთი თქვა ან თუნდაც ჩვენი galaktikიდან გასვლას და ეხა ისეთი ხომალდის და ისეთი ექსპედიციის აშენება რომ იქნება თავის შთამომავლობა მოგვცეს თითქმის დაუჯერებელია და მან წამოაყენა ასეთი იდეა კი არ ავაშენოთ ეს ხომალდი, არამედ ხო არ შეიძლება ისეთი პირობები შევქმნათ, რომ ჩვენი მზის სისტემა მთლიანად გავიდეს ამ galaktikis მიღმა. და მათ თქვა ასეთი რაღაც, ან ხო ეხლა თუ არ გვინდა მზის სისტემაზე საუბარი, რაღაცა ვარსკვლავი, ხო ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მზე არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომლის გარშემო არის ჩვენი მზის სისტემა, ხო? და მან წამოაყენა ასეთი მოსაზრება, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ აი რაღაცა ვარსკვლავს, რომელიც არის ამ galaktikაში ჩვენ ვესროლეთ რაღაცა ბომბი და მან ძალიან მძლავრი აფეთქებით მან შეიძინა დამატებითი სიჩქარე და ეს სიჩქარე ეს ძალიან დიდი იმის დამიხევით თუ რა სიმძლავრის აფეთქება მოხდა ხო და ნუ გასაგები არის ხა მზემ თუ შეიძინა დამატებითი სიჩქარე ამ რაღაცა აფეთქების გამო მის მახლობლად ხო რა თქმა უნდა იგი დაიწყეს მოძრაობას თავისი მდებარეობიდან და თუ საკმარისი სიჩქარე აქვს მას შეიძლება ამ galaktikis დატოვება ხო მაგრამ იმასთან ერთად რომ მზე დაიწყებს ანუ რაღაცა ვარსკვლავი დაიწყებს მოძრაობას იგი გაიყურებს რა თქმა უნდა იმ პლანეტებს რომელიც მის გარშემო მოძრაობენ და ჩაჭერილი არის მის გრავიტაციულ ველში და ამიტომ თუ მოხდა რომ ეხლა იგი მზემ დაიწყო მოძრაობა თქვა და ამას დასჭირდა რამდენიმე 1000-ეული ან 100,000-ეული სინათლის წელი ხო ეს ცივილიზაციაც გაყვება მას ანუ მას აღარ სჭირდება დამატებითი რაღაცა ძალისხმევა იმიტომ რომ დედამიწა და სხვა პლანეტებიც გაყვება მას და შეიძლება რაღაცა მომავალში ეს მზის სისტემა აღმოჩნდეს გასული ამ galaktikიდან და შევიდეს სხვა galaktikაში ხო ნუ ეს არის ნუ ესეთი პროექტი ნუ ეს არის წმინდა ჰიპოთეტური რაღაცა რომელიც პრინციპში ალბათ შესაძლებელია მაგრამ ნუ საჭიროება ხა რამდენად საჭიროა და საინტერესოა ეგ მეორე საკითხი რატომ უნდა განხორციელდეს ისეთი რაღაცა რომ თქვათ მზეს მე ვესროლო ისეთი რაღაცა ბომბი რომ მახლობლობაში აფეთქდეს და ასე თქვათ ან რამე საშინელებას მოიტანს ხო ან რაღაც რეაქციაც არ მოიტანს ანუ ნებისმიერი ექსპერიმენტი ან ცდის ჩატარება თავისი ასე თქვათ ღირებულება უნდა ქონდეს და მიზანი უნდა ქონდეს ხო ხო, კიდე იცი აი მინდა შევეხოთ იმ თემას აი ძალიან პოპულარულია და ცოტა აი მისტიურადაც მიყავთ რა იმ ხრივ რომ აი შავი ხვრელი როგორ წარმოიშვება რა ხდება მაგაში რა არის საერთოდ აი შავ ხვრელზე რომ მითხრათ რაღაცები ხო შავ ხვრელები არის ობიექტები რომელიც ასევე დაწინასწარმეტყველები იყო აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით და
კერძოდ მისი თეორიის საშუალებით ასეთი მეცნიერი იყო შვარცშილდი, რომელიც დაინტერესებული იყო ამ მათემატიკური მიმართულებით და აინშტაინის განტოლების ამოხსნით მან იპოვა, რომ უნდა არსებობდეს ასეთი შავი ხვრელის ამონახსნი. რა არის ახლა ეს შავი ხვრელი? ეს არის ძალიან მასიური ობიექტი, რომლის სიახლოვესაც გრავიტაცია არის ძალიან ძლიერი და მის შიგნით ჩვეულებრივი ფიზიკის კანონები არ მუშაობს. ხო? და რადგან ეს შავი ხვრელები არის ისეთი ობიექტები, რომლებსაც აქვს ძალიან ძლიერი გრავიტაციული თვისებები, ნებისმიერი ნაწილაკი, ნებისმიერი გამოსხება, რომელიც ჩაიჭირება ამ შავ ხვრელში, ხო? იგი შემდეგ ვეღარ დატოვებს ამას, თუმცა შავ ხვრელს აქვს თავისი რაღაცა გამოსხება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ასე ვთქვათ, პრინციპში თუ გვექნება ისეთი აპარატურა, ნახოთ ამ შავი სხეულების გამოსხება, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად ვიცით ჩვენ, რომ შავი ხვრელები არსებობს, ხო? ეს კიდე ერთი ტრიუმფი და ასე წარმატება არის აინშტაინის თეორიის, რომელიც ასე ვთქვათ წინასწარმეტყველებდა ამ მონახსნებს, ხო? და ეხა შავი ხვრელის შიგნით რომ ასე ვთქვათ ეს ჩვეულებრივი კანონები არ არსებობს, ეს არის თვითონ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის პრობლემა, რომ ძლიერი მის რეჟიმში რაღაც უნდა არსებობდეს უფრო მძლავრი და უფრო თეორიულად ჩამოყალიბებული თეორია, რომელიც თვით შეთანხმებულს გახდის აინშტაინის თეორიას და საშუალებას მოგცემს უფრო კარგად შევისწავლოთ, ხო? დღესდღეობით ასეთი გაფართოებები, მცდელობები ბევრი არის, თეორიული იყო, ასე ვთქვათ, აი ვთქვათ, სიმების თეორია, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან იმედის მომცემი იყო, მაგრამ დღესდღეობით ისეთი მოდიფიკაცია, რომ ძლიერი ბმის რეჟიმში აინშტაინის თეორიის მოდიფიკაცია როგორ უნდა მოხდეს, ძლიერი ცნობილი არ არის და ამიტომაც ასე ვთქვათ, შავი ხვრელებიდანაც რაღაცა კონკრეტული ბევრი გამოთვლების ჩატარება საშუალება ჩვენ აღარ გვაქვს. და როგორ ჩდება თვითონ ეგ შავი ხვრელი? წარმოქმნის მექანიზმი არის ასეთი, რომ თუ რაღაცა მოცულობაში შეგროვდა საკმარისი რაოდენობა მატერია, ხო? ეს შეიძლება, ნებისმიერ პრინციპში მასას შეიძლება შეუძლია შექმნას შავი ხვრელი, ოღონდ ეს მასა უნდა შეკუმშული იყოს შესაბამის მოცულობაში, ხო? აი მაგალითად, დედამიწა შეიძლება გადაიქცეს შავ ხვრელად, თუ მისი ამ მთელ მასას ჩავდეთ ჩვენ დაახლოებით 5 სანტიმეტრის რადიუსში, ხო? მაშინ იგი იქნება შავი ხვრელი და ეს კარგად არის შესწავლილი, იქ არის რამდენიმე რაღაცა შეკითხვები, მაგრამ ასტროფიზიკოსებმა მაგალითად შეისწავლეს სამყაროს ევოლუციის პერიოდში როგორ განიცდიდა, თქვათ, მატერია ევოლუციას და მისი კლასტერებით და დაჯგუფებებით როგორ შეიძლება წარმოიქმნას შავი ხვრელები და ამიტომ ეს უკვე რახან აინშტაინის თეორია არ ეწინააღმდეგება იმას, თუმცა მექანიზმი, ასე ვთქვათ, დინამიკა საკმაოდ კომპლექსური შეიძლება იყოს ამ შავი ხვრელის. ანუ თქვენ უნდა განახორციელოთ ისეთი რაღაცა, რომ თანაბარი, თქვათ, აი წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე მარტივი განაწილება მთელი ეს სამყაროში არსებული მატერია არის თანაბარი განაწილებული, ხო? მე მჭირდება, რომ რაღაცა მცირე მოცულობაში რაღაცა პირობები შექმნა, რომ მოხდეს აი აკრეცია და დალექვა აი ამ მცირე მოცულობაში იმ საკმარისი მასისა, რომ წარმოიქმნას ეს შავი ხვრელი და ამისი მექანიზმები, ასე ვთქვათ, ფიქრობენ მეცნიერები და სხვადასხვა კვლევები არის ამის მიმართულებით თეორია. და მართალია, რომ აი შავ ხვრელთან სიახლოვეში დრო შედარებით სხვანაირად მოძრაობს და უფრო ნელია. და ეგ თუ შეგვიძლია რამე თეორია თუ არსებობს მაგ მიმართულებით, რომ ეგ ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში, რომ სამომავლოდ დროში მოგზაურობ ან რაღაცა შესაძლებლობა გაჩნდეს მაგ შავი ხვრელის დახმარებით. ხო, მართალი გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ეს მართალია, რომ ხა აი შავის ხვრელის მახლობლად ან მის ამ შიგნით თუ სხეული იქნა ჩაჭერილი, მისი დაბრუნება გამოსვლა უკან შეუძლებელია, ჩვენ აქ უკვე ინტუიციურად შეგვიძლია ვნახოთ, რომ მახლობლობაში, ასე ვთქვათ, სივრცეს და დროც ისე არის გამრუდებული, ხო, რომ დროის დინება იქნება სხვანაირი და აქ დროის შენელებაც იქნება სხვანაირი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხა ჩვენ პრაქტიკაში შეგვიძლია ისეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ დროში უკან ვიმოგზაუროთ, ან დროში დავბრუნდეთ უკან, ხო? მაგალითად არის მაგალითად აინშტაინის თეორიის რაღაც მათემატიკური ამონახსნები, ამას უწოდებენ თუნელას ხვრელებს
wormhole-ებს ეგრეთ წოდებულ, რომელიც არაუდობენ, რომ შესაძლებელს ქმნის, რომ ერთი ამ სამყარო თუ განიცადა, ან რაღაცა წერტილმა განიცადა ტუნელირება, ან რაღაცა გადასვლა იმ ხვრელის საშუალებით, შესაძლებელია მოხდეს დროში უკან მოგზაურობა, თუმცა, სტანდარტული მე ცოტათი სკეპტურად ვუყურებ მაგას. რომ ეს შესაძლებელი იყოს დროში უკან მოგზაურობა. კიდე მაინტერესებს ბირთვული ენერგია, რა არის ეს ბირთვული ენერგია? შეგიძლიათ მარტივი ენით აი მაყურებლისთვის რო ავხსნათ. ხო, პირველ რიგში, ესე იგი, ბირთვებს ახასიათებთ ის თვისება, განსაკუთრებით მძიმე ბირთვებს, რომ მათ აქვთ რეაქციები, ბირთვული რეაქციები. ეხლა ჩვეულებრივი რეაქციებისგან, ქიმიური რეაქციებისგან, ბირთვული რეაქციები განსხვავდება იმით, რომ ბირთვი განიცდის დაშლას. ანუ ერთი ბირთვი შეიძლება მეორე ბირთვში გარდაისახოს, რაც ნიშნავს, რომ ერთი ელემენტი შეიძლება გადავიდეს სხვა ელემენტში. აი მაგალითად, აი ყველაზე ერთ-ერთი რადიოაქტიური ბირთვი შეიძლება იყოს ურანის რაღაცა იზოტოპი და იქ მან დაკარგოს მისი პროტონები ან ნეიტრონების რაოდენობა ისეთნაირად, რომ შექმნას სხვა ელემენტი. და ბუნებრივია ამ შემთხვევაში რახან სხვადასხვა ბირთვებს აქვთ თავისი საკუთარი ენერგიების სხვადასხვა, აი ის განსხვავება, საერთოდ ნებისმიერ სისტემას ურჩევნია, რომ გადავიდეს ისეთ სისტემაში, რომელსაც ექნება ნაკლები ენერგია. ხო, მაგალითად, აი სხეულს რო ჩვენ ვაგდებთ, რატო ვარდება დედამიწის მახლობლად, რომ მისი პოტენციური ენერგია მცირდება, ხო? და ანალოგიურად მძიმე ბირთვებს გადადიან უფრო მსუბუქ ბირთვებში, რომლის საკუთარი ენერგია, ანუ მის ენერგიას უწოდებენ ამას, არის უფრო ნაკლები და ის დამატებითი ენერგია გამოსხივდება დანაწილაკების შესახებ და სწორედ ნაწილაკების საშუალებით. ანუ ენერგიის შენახვის კანონი მეუბნება იმას, რომ თუ მძიმე ბირთვი დაიშალა უფრო მსუბუქ ბირთვში, მე უნდა მივიღო დამატებითი რაღაცა ენერგია და გასაგებია ახლა რაღაცა რადიოაქტიური ნივთიერება ხო შეიცავს, მხოლოდ ის შეიცავს უამრავ მილიარდობით და უფრო მეტ რაოდენობა ნაწილ ბირთვებს და ჯამში ეს ბირთვული რეაქცია თუ ხდება, აი ამ გამოთავისუფლებმა ენერგიამ შეიძლება მოწეს ძალიან ეფექტური ენერგია, აი ამას უწოდებენ ბირთვულ ენერგიას. და ის კი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ატომური ბომბსა და წყალბადის ბომბ შორის რა განსხვავებაა და რომელი უფრო, ასე ვთქვათ, საშიშია კაცობრიობისთვის? ხო, პირველ რიგში ეს ატომური ბირთვული ან წყალბადის ბომბი ყველა საშიში არის, იმიტომ რომ თავისუფლება ისეთი კოლოსალურად დიდი ენერგია, რომელსაც აქვს დამანგრეველი თვისება, ხო? არაუდობენ, რომ აი წყალბადის ბომბს აქვს უფრო დამანგრეველი თვისება, ვიდრე ამ ატომურ ბომბს. რატომ? გასაგები არის, რომ ახლა პრინციპი არის იგივე, როდესაც ხდება ეს რადიოაქტიული დაშლები, უნდა გამოთავისუფლდეს ენერგია, ხო? მაგრამ წყალბადის ბომბის პრინციპი ამზე აგებულია ისე, რომ თვითონ ეს გამოთავისუფლებული ენერგია ისე არის აგებული, რომ ხმარდება შემდგომ, ასე ვთქვათ, ისეთ ბირთვულ რეაქციებს, რომელიც უფრო ეფექტურად ხდიან ამ უფრო ეფექტურად გამოთავისუფლებენ ამ ენერგიას. ხო, ანუ რამდენიმე ეტაპი არის აქ, როგორც ბირთვების დაშლა, ისევე რამდენიმე ბირთვების სინთეზი, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება იწვევდეს ისეთ წვას და ისეთ პირობებს ქმნიდეს, რომ ეს რეაქცია წავიდეს უფრო ეფექტურად და უფრო მასშტაბური. თუმცა თვითონ დეტალები ამ წყალბადის ბომბის მექანიზმისა ცნობილი არ არის, ამდენადაც მე ვიცი. და ვერ ქვეყანასაც არ აქვს. გამოცდა მოხდა პირველად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და შემდგომ თუ არ ვცდები ინგლისი და საფრანგეთი. სხვა ქვეყნები არ მოხსენდება, ვისაც გქონდეს ეს წყალბადის ბომბი. იდეა ეს არის, სწორედ რომ თვითონ ეს ბირთვული რეაქციის დაშლის მიერ გამოთავისუფლებული იდეა გამოყენებული არის იმის ტრიგერისათვის, რომ შემდეგ უფრო ეფექტურად მოხდეს და აი ეს კომბინაციაში ხდება ბირთვების სინთეზთან ერთად. ბირთვების სინთეზისთვის გამოყენებულია ეს წყალბადის ერთ-ერთი იზოტოპი. რამდენიმე იზოტოპი აქვს წყალბადს, რომელიც წყალბადზე ცოტათი მძიმე არის და მათი სინთეზის შედეგად წარმოიქმნება უფრო მძიმე ელემენტი და შესაბამისი რეაქციის, შესაბამისი ენერგიის გამოთავისუფლება და სწორედ აი წყალბადის ბომბი ამას უწოდებენ, რომ აი თქვათ ერთ-ერთი იზოტოპი, რომელიც არის გაზის სახით ტრიტიუმი, ხო? მათი მისი ცნობილი ეს ოფიციალურად არ არის, მაგრამ არაუდობენ, რომ ტრიტიუმი არის ყველაზე ეფექტური, რომლის გამოყენებითაც შეიძლება აი ეს წყალბადის ბომბი
უნდა იმუშაოს ეს ამისი რეაქციით. დღეს უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ ეს სიტყვა, მაგრამ აი მინდა რომ მაყურებლისთვისაც გავმარტოთ თემა უფრო დასაწყისში თქვით კოსმოლოგია. აი რა არის ეს კოსმოლოგია, რა შეისწავლის და მაინტერესებს ასევე ერთ-ერთი ტერმინი, რომელიც მე ვერ გავიგე კარგად, ეს ინფლაციური კოსმოლოგია, თუ კოსმოლოგია თუ რაღაცა ეგეთი იყო. აი რა არის ეს ყველაფერი? ხო, კოსმოლოგია თვითონ წარმოიშვა აი მას შემდეგ ალბათ, როდესაც ჰაბლმა აღმოაჩინა რომ სამყარო ფართოვდება. ანუ კოსმოლოგია არის რომელიც სწავლობს სამყაროს დინამიკას, ანუ ევოლუციურ განვითარებას. გასაგებია თუ სამყარო არის სტატიკური, ხო, არაფერი არ იცვლება, იქ დინამიკაც არ არის და შესასწავლიც არაფერია. თუმცა აი გარნიშნავს, რომ ასტრონომია იქ მაინც შეიძლება შეისწავლოს ცივურ ობიექტებს, ხო, მაგრამ კოსმოლოგია აი სწორედ შეისწავლის ამ სამყაროს ევოლუციას, დინამიკას, თქვენ ახსენეთ ინფლაცია, ხო? ესე იგი ეს დიდი აფეთქების თეორია, რომელიც კარგად აღიწერებოდა ამ აინშტაინის თეორიით და შემდეგ დაედო საფუძვლად კოსმოლოგიას, გაირკვა რომ დაკვირვების თვალსაზრისით ამ დიდი აფეთქების თეორიას აქვს რამდენიმე პრობლემა. აი ის სერიოზული პრობლემები, რომლებიც დიდი აფეთქების ანუ უყურეთ ასეთნაირად შეგვიძლია დავხატოთ ჯაჭვი, რომ აინშტაინის თეორია მომცა არასტატიკური სამყარო, ანუ იწინასწარმეტყველა სამყაროს გაფართოება, ეს დადასტურდა ჰაბლის კანონით, ჰაბლის აღმოჩენით, ანუ დიდი აფეთქების თეორიას დაედო საფუძველი აინშტაინის ამ სტანდარტული გაფართოების აინშტაინის სტანდარტული ევოლუციის განტოლებით, სხვადასხვა აი ამ გაფართოებას მათემატიკურად სწავლობდნენ ფრიდმანიც და ლემეტრიც, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ განტოლების ამონახსნის პოვნაში, მაგრამ არის დაკვირვებები, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ აი ეს დიდი აფეთქების სტანდარტული თეორია საჭიროებს მოდიფიკაციას, იმიტომ რომ ახსნათ რაღაცა დაკვირვებები და ერთ-ერთი არის აი რაც თქვენ ახსენეთ, ეს ინფლაციური გაფართოება, ანუ ვარაუდობენ, რომ აი ჩვეულებრივ ჰაბლის ან მოგვიანებით აჩქარებულ გაფართოება კი არ არის საკმარისი, არამედ უნდა ყოფილიყო ადრეულ სამყაროში, ადრეულ ეტაპზე რაღაცა ეტაპი, რომელიც ისევ აჩქარებული გაფართოება იქნებოდა რაღაცა ეტაპზე, ოღონდ გაცილებით, ასე ვთქვათ, აჩქარებული და სწრაფი, ვიდრე სხვა ეტაპებზე ხდებოდა და აი იმ აჩქარებული ეს ინფლაციური კოსმოლოგია მოითხოვს დამატებით ჩვეულებრივი თეორიის გაფართოებას. ანუ ეს გვეუბნება ჩვენ იმას, რომ ის სტანდარტული კოსმოლოგია, რომელიც არის, ასე ვთქვათ, დიდი აფეთქების კოსმოლოგია, ხანდახან უწოდებენ Big Bang კოსმოლოგიას, ანუ დიდი აფეთქების კოსმოლოგია. აღარ არის სწორი, იგი საჭიროებს გაფართოებას. აი ინფლაციური კოსმოლოგია სწორედ ამას გულისხმობს. ისე დღეს ძალიან პოპულარულია ის აზრი, რომ აი რაღაც ილონ მასკი ხა აკეთებს ყველაფერს, რომ მარსზე გადავიდეთ საცხოვრებლად და ასე შემდეგ. მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად რეალური შეიძლება ეს ყველაფერი იყოს? თუ ტყუილად ხდება, ტყუილად შრომობს. არა, ტყუილად ნამდვილად არ შევოს, თვითონ მეცნიერული თვალსაზრისით ალბათ ეს საინტერესო არის. პრაქტიკულადაც მარსზე გადასვლა ალბათ ეს მისია განხორციელდება ადრე თუ გვიან და გადავა. ხო, ხანუ შემდეგი ეტაპი არის, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანმა ცხოვრება შეძლოს. თუ ესეც დამუშავების პროცესშია, მაგრამ ეს არის ჩემი აზრით ფანტასტიკური პროექტი, იმიტომ რომ ძალიან განავითარებს პირველ რიგში ეს ტექნოლოგიებს, ხო, ეს მიზანი და მეორე, ასე ვთქვათ, თვითონ იმ ახალ პლანეტაზე გადასვლა ალბათ ბევრ რაღაცას, ბევრ აღმოჩენებამდეც მიგვიყვანს, ხო? მომავალში ალბათ ეს ძალიან რეალისტური არის, სხვა პლანეტებზე, კერძოდ ამ მარსზე გადასვლის პროექტი. კიდევ მაინტერესებს აი დღევანდელ სამყაროში აი ფიზიკის მიმართულებით რა ყველაზე აი დიდი ამოუხსნელი შეკითხვა რა არის თქვენთვის ყველა საინტერესო ამ ეტაპზე აი რაზეც აი ისურვებდით რომ ამაზე პასუხი ნეტავ ვიცოდე. ყველაზე დიდი ამოუხსნელია მისტერია ჩემი აზრით ეს არის ისევ დაკავშირებული აი იმ საკითხებთან რაზეც ვისაუბრებთ კერძოდ აი რა არის ეს ბნელი ენერგია და რა არის ეს ბნელი მატერია. ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ეს ერთიც და მეორეც არსებობს, იმიტომ რომ არაპირდაპირი დაკვირვებებით, მაგალითად აი ბნელი მატერიაზე გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო უკვე საუბარი, იმიტომ რომ პირდაპირი მინიშნებები იყო რომ ბნელი იმ მატერიის გარდა რაც არის მანათობელი და რასაც ჩვენ ვხედავთ, კიდე უნდა იყოს, მაგრამ
დღესდღეობით ნამდვილად დადასტურებულია ერთისაც და მეორეც არსებობა, მაგრამ თუ რა არის კონკრეტულად ეს გამოუცნობია. ჩემი აზრით ეს ორი არის თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისტერია. ეხლა რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აი აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია დღესდღეობით არავით არ იწევს და ამავე დროს კვანტური ფიზიკაც უკვე კარგად არის განვითარებული. აი როგორც ირკვევა, ეს ორი თეორია ერთმანეთთან კარგად ვერ მუშაობს. ანუ კვანტური გრავიტაცია დღესდღეობით როგორ უნდა იქნას შესწავლილი და როგორ იქნას თეორიულად ჩამოყალიბებული, ცნობილი არ არის და სრულად არ არის გამორიცხული, რომ აი ეს ბნელი ენერგიაც და აი ბნელი მატერიაც მისი შესწავლისათვის საჭირო იქნება თეორიულად კარგად ჩამოყალიბდეს აი ეს კვანტური გრავიტაცია და აი მაგალითად თუ რაღაცა დაკვირვებები და კვლევები ჩვენ მინიშნებას მოგცემს ამ ბნელი მატერიიდან და ბნელი ენერგიიდან იმისათვის რომ როგორი სახე ან როგორი ბუნება უნდა ქონდეს ამ კვანტურ გრავიტაციას, ჩემი აზრით ეს დაგვეხმარება ჩვენ მომავალში კვანტური გრავიტაციის ასაგებად, მაგრამ აი თეორიულად მე ვთვლი პირველ რიგში რომ კვანტური გრავიტაციის აგება არის დიდი, ასე ვთქვათ, გამოწვევა და ეხლა პრაქტიკული მისაზრებებით უბრალოდ ისეთი ცდების და ისეთი გაზომვების და დაკვირვებების ჩატარება, რომელიც პასუხს გაგცემს უბრალოდ რა არის აი ეს ბნელი უხილავი მატერია და ეს ბნელი ენერგია. ნუ რაღაცნაირად ჩვენ ვხვდებით რომ დაკავშირებული უნდა იყოს როგორც გრავიტაციასთან, ასევე კვანტურ ფიზიკასთანაც. ასევე საინტერესო არის ზოგადად აი ამ ჰიგსის ველი. აი რა კავშირი აქვს მაგას მასის წარმოქმნასთან? ხო, ჰიგსის ველი იყო აი ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგური სტანდარტული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელისა, რომელიც აღმოჩენილი არის ყველაზე გვიან ნაწილაკების ფიზიკიდან მოხდა ჰიგსის 2012 წელსში და აი როგორც ირკვევა ჰიგსის ველის გარეშე გაუგებარი იქნებოდა ამ ნაწილაკებს როგორ ქონდათ აი ეს სხვადასხვა მასები, ხო? და აი ჰიგსის ველი პირდაპირ არის დაკავშირებული ამასის წარმოქმნასთან. აი ეხლა სასარგებლო არის მაგალითად სპეციალური ცხრილები არის, რომელიციც და კატალოგები, რომელიციც მოცემულია სხვადასხვა ნაწილაკის მასები, მაგრამ თვითონ სტანდარტული მოდელის ნაწილაკების შემადგენლობა შეგვიძლია ჩამოწეროთ ჩვენ ძალიან პატარა ცხრილის სახით ნახევარ გვერდზე. მაგრამ იმასაც თუ შევხედავთ, ძალიან მარტივად გამოიყურება სტანდარტული მოდელი, მაგრამ იმასაც თუ შევხედავთ, იქ ჩვენ თვალში გვეცემა ასეთი რაღაცა, რომ ზოგი სტანდარტული მოდელის ნაწილაკი არის ძალიან მძიმე და ზოგი არის ან მსუბუქი, ან საერთოდ უმასო, ხო? და კითხვა შეიძლება დაისვას ასე, პირველ რიგში რა არის ის მიზეზი, რის გამოც, ანუ ბუნებას ატო დასჭირდა რომ განასხვაოს ეს ნაწილაკები ერთმანეთისგან, ზოგს მიანიჭოს, გადაწყვიტოს ამ ბუნებამ, რომ ზოგი უნდა იყოს ძალიან მძიმე, ზოგი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, ну ამას უწოდებენ მასების იერარქიის პრობლემას, ანუ იერარქია არის ამ მასებში. ან ზოგი ნაწილაკი, აი როგორც არის ფოტონი, ძალიან მკაცრად უმასო. ხო? და აი მასის წარმოქმნის მექანიზმს თვით შეთანხმებულად აღწერს ძალიან ის ჰიგსის მექანიზმი და ჰიგსის ველი. ანუ ჰიგსის აღმოჩენა იყო ის დამაბოლოებული, დამარგვირგვირებელი აგური, რომელმაც შეკრა სტანდარტული მოდელი, ხო? თუმცა რატომ არის ეს განსხვავებული მასები, ისე თეორიულად ღია პრობლემა არის. და ნელ-ნელა უკვე ბოლოსკენ გავდივართ და ეგეთი კითხვა მაქვს თქვენთან, რომ აი ეხლა უამრავ რაღაცა მასალები, უამრავი აღმოჩენებია და რაღაცა. თქვენთვის ბოლოს რამე თუ გახსენდებათ ისეთი, რაც ბოლო აღმოჩენა, რომელმაც გაგაოცათ და თქვა, ვაუ, ეს რა კარგი რაღაცა უპოვიათ. გამაოცა შეიძლება იმდენად არა, თუმცა ძალიან ასე ვთქვათ აღტაცებაში მომიყვანა, აი რომ ამ ჰიგსის აღმოჩენამ და მეორე იყო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენამ. სხვათა შორის ახლა აინშტაინის თეორია ყველა მიმართულებით იყო დადასტურებული და შემოწმებული. ერთადერთი რომ ეს მოხდა 2014 წელს. გრავიტაციული ტალღების დადასტურებულად აღმოჩენა. ერთ-ერთი რომელსაც დაახლოებით 100 წელი დასჭირდა, დაახლოებით 1920-იან წლებში ჩამოაყალიბა აინშტაინმა უკვე კარგად თავისი ზოგადი ფარდობითობის თეორია და 2014-ში იქნა და ეს აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებს, რომ გრავიტაციული ტალღები უნდა არსებობდეს, ხო? აი ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც აღმოჩენას და დადასტურებას 100 წელი დასჭირდა, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, ხა თქვენ გაქვთ სრულყოფილი მშვენიერი თეორია და რაღაცნაირად არის ერთი ნაწილი, რომელიც დადასტურებული არ არის, ან შეიძლება ისეთი რაღაცა
კვლევა ჩატარდეს, რომელმაც საწინააღმდეგო გვაჩვენოს, რომ დაამტკიცოს, რომ გრავიტაციული ტალღები არ არსებობს, ხო, გამოირიცხოს, ხო? მაშინ ასე ვთქვათ, ეს თეორიაც რა თქმა უნდა მოდიფიკაციას საჭიროებდა, მაგრამ აი როგორც გაირკვა, რომ ყველა აღმოჩენა და ყველა დაკვირვება, რასაც წინასწარმეტყველებდა ეს აინშტაინის თეორია და რასაც იძლეოდა, ყველა არის დადასტურება. აი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ხო? პირველი გრავიტაციულ ველში სინათლის სხივის გადახრა, რომელიც დადასტურდა და ასე პირველი რაც რის გამოც ასე მიღებული იქნა აინშტაინის თეორია არის სწორედ ეს სამყაროს გაფართოება, მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინს არ მოეწონა თავიდან, ანუ ფაქტობრივად მისმა თეორიამ იწინასწარმეტყველა, ხო? დადასტურდა, ხო? შავი ხვრელების არსებობა მათემატიკურად, ასე ვთქვათ, შვარცილმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ ეს აინშტაინის თეორია სწორი არის, შავი ხვრელების უნარსობა დადასტურებულია, ხო? აი ეს ერთ-ერთი რაც იყო 100 წელი დასჭირდა გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა და ისიც დადასტურდა. ანუ არავითარი პრობლემა, ანუ არის ამის შემდეგ არის სრულყოფილი თეორია და ანუ არ შეიძლება ამან აღტაცებაში არ მოგიყვანოს, რომ რაღაცა ასეთმა ლამაზმა თეორიულმა მათემატიკურად ძალიან შეიძლება რთულად მოგვიჩვენოს, მაგრამ ძალიან გამართულმა თეორიამ ასე ყველაფერი ახსნა და არავითარ ასე ვთქვათ წინამდებობაში არ არის. თუმცა აი როგორც გითხარით, იგი საჭიროებს აინშტაინის კოსმოლოგიური მუდმივის დამატებას ან რაღაც სხვა მოდიფიკაციას, რომ აიხსნას ეს ბნელი ენერგია. თუმცა აინშტაინის თეორიის ნაკლი ეს არ არის, იმიტომ რომ პატარა მოდიფიკაციას საჭიროებს, ან რაღაც დამატებითი წევრის დამატებას, ან რაღაცა ახალ კონცეფციას, ხო? და სწორედ არის ეს დამატებითი კვლევები ამის მიმართულებით ძალიან საინტერესო. ვაუ. ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა, მინდა გითხრათ, აი ძალიან დიდი მადლობა რომ ეს სტუმრეთ, ძალიან ბევრი კითხვა რაც მქონდა, ყველაფერი რავი, კარგად გავიგე. იმედი მაქვს მეგობრებო თქვენც მოგეწონათ, იმედი ხარს დამიჭერთ აგრეთვე თვე, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აბა დაგემშვიდობებით. მადლობა. დიდი მადლობა, კარგად იყავით.